Georgia Today და ამ შემთხვევაში კაფე რესტორანი ფოკუსი მოგესალმებათ მაქვს პატივი იმას ტინძლოთ და უმას ტინძლოთ ორ შესანიშნავ ადამიანს ეს არის სალომე ლიუაშვილი ახალი ამბავით წარსდგება თქვენს წინაშე და საჯაროდ და სააშკარაოზე გამოიტანს თავის ლექსებს და ირაკლი გაფრინდაშვილი. Ვიცას, შენ გამო გავორდი, სულს დაგაეთკიდა. სხეულით გავოგდი, მე მეტვირთა. როცა დამემართე, როცა გავხდით ერთნი, ცოცხლად შემეზარდე, ცგერთ ამიფეთქდი. როცა გამეცალე წამებილი ჯაურცხად, როცა გარეთ დაგვრჩა შენი სულ თქვა. წარმოთვალ მესახე, გამისულიერდი, გამადედნიერე, დედა, დედი, ჩემი ნახევარი, ჩემი პლუს ერთი, ფიქრიც სულ ერთია, რასთვის გამიხვერთდი. მე ბევრს არ ვითხოვ, მინდა სიმშვიდე, მე გულები და ეს სულს მიმშვიდებს. გადაგეყრები, ჩვენი გავზრდით შვილებს, რატომაც არ ვიხდენ და ერთს ვიშვილებთ. ჩვენ დავბერდებით, შევივერცხლებით, მაჯებს შეგიკობ ლეკურ ვერცხლებით. ბუხარი ემთოს, ხურდეს კეცები, მერე წავალ, ავიკვეცებ. და ირაკლიც ჩემს სუსტი წერტილია ძალიან მიყვარს და ძალიან მიხარია მიუხედავად და იცი რა მაუცებს თან რომ პოეზია კიდევ შეგვიძლია. აი მართლა შეგვიძლია, იმიტომ რომ ესე დროში ცხოვრობთ, რომ სულ გონია რომ რაღაცები აღარ შეგვიძლია. და რადგან შეგვიძლია, ესე იგი გადავჭირდით. ძალიან დიდი ასეთი ბედნიერი მე მგონი იშვიათად ყოფილვარ ცხოვრებაში, არა მეორედ ვარ ერთხელ როცა ბავშვი გავაჩინე და მეორედ როცა ჩემი პოეზია ვშობე ფოკუს კაფეში ამდენი ხალხის თვალწინ. ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს, ფოკუს კაფეს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც აქ მოვიდა, ამდენი სითბო წამოვიდა მათგან, იმხელა სიყვარული, რომ მე მგონი გამიტკბა და ხშირად მომინდება მსგავსი საღამოების გამართვა. ვცდილობ, რომ ის რაც დავწერე, ცოტათი მაინც ეთავისიანებოდეს ჩემს მენელს თუ კითხვებს. თუ ეგ მოხდა და ამ ყველაფერში თავის ერთი მაინც დაიჭირა, ესე იგი ღირდა ამის დაწერა და ეს ყველაფერი მახარებს, როცა ვგებულობ, რომ აი რაღაცნაირად მეჩემიანა შენი ნაწერი. სულ ეს არის, ვიცით, თქმაც მინდა ხოლმე ჩემი ნაწერებიდან. ძალიან კარგი საღამო იყო, ძალიან თბილი და ძალიან ესეთ გემრიელი საღამო გამოვიდა, ძალიან საყვარელი. და მოკლედ მიხარია რომ აქ ვარ და მიხარია რომ ესწრებოდი ამ საღამოს. დღეს ფოკუს კაფე რესტორანი მასპინძლობდა ჟურნალისტი სალომე ლიუაშვილის და პოეტი ირაკლი გაფრინდაშვილის პოეზიის საღამოს. ჩვენ მომავალშიც დიდი სიამოვნებით დავუთმობთ ჩვენ სივრცეს მსგავს საღამოებს.